მოგესალმებით, ქალბატონ ხათუნა. თემა გვაქვს ისევ და ისევ საკმაოდ აქტუალური, რომელიც შეეხება საკვებ პროდუქტებს, განსაკუთრებით კი სეზონურ საკვებ პროდუქტებს და პესტიციდებს ამ საკვებ პროდუქტებში. განსაკუთრებით ღია ბაზრობებზე, სადაც ვერ ხდება და არ ხდება კონტროლი ამ პესტიციდების ნარჩენების საკვებ პროდუქტებში. რეალურად რა მდგომარეობა გვაქვს ბაზარზე, თქვენ თავი წარმოგვიდგინეთ და დავიწყოთ ამ პრობლემაზე საუბრით. მოგესალმებით, მე ვარ ხათუნა ახალაია, ეკოტოქსიკოლოგი და ფაქტიურად ჩემი კონკრეტული მიმართულება სწორედ პესტიციდების მართვის საკითხებში ჩართვა სხვადასხვა პროგრამებში და სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებში. ძალიან აქტუალური საკითხია, პესტიციდების ნარჩენი დოზა ზოგადად არ კონტროლდება საქართველოში, ვინაიდან ბაზარზე გატანა ხდება, ანუ მით უმეტეს აგრარულ ბაზრებზე გატანა ხდება სპონტანურად ისე, როგორც ჩვეულებრივ გლეხებს ვისაც რა მოყავს იმის შესაბამისად და არ არის რეგისტრირებული ფერმერები. თუმცა დაიწყო სახელმწიფო ფერმერების რეგისტრირება, არ არის ბოლომდე მიყვანილი და შესაბამისად ვერ კონტროლდება, რომელი ფერმერი რა ტიპის პესტიციდს გამოიყენებს თავის პროდუქციის წარმოებაში. ახლა რით შეიძლება ვუშველოთ ამას? ძალიან სერიოზული პრობლემა, თვალხილულადაც ვერ ნახავ, რამდენად რა ნარჩენი დოზა აქვს პესტიციდს. აქედან გამომდინარე ძალიან სერიოზულად არის სამუშაო ასოციაციების მიერ. ასოციაციებმა, რომლებიც მაგალითად მუშის ასოციაცია, მებოსტნეთა ასოციაცია, მეხილეობის ასოციაცია, არსებობს ეს ასოციაციები, თუნდაც რომ თავიანთმა პროდუქტმა ბაზარზე მყარი ადგილი დაიკავონ, სწორედ ამ ასოციაციებიდან უნდა მივიდეს ინფორმაცია მოსახლეობამდე და მომხმარებლამდე. მომხმარებელი ამ კონკრეტული შემთხვევისთვის არ არის დაცული, ვინაიდან სურსათ ეროვნული სააგენტო აგრარულ ბაზრებს ვერ აკონტროლებს. ანუ სანამ პრობლემის გადაჭრის ქსებზე მივალთ, დღევანდელი რეალობა, თუნდაც ავიღოთ ღია ბაზრები. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბაზრები გაჯერებული შეიძლება იყოს ისეთი პროდუქტებით, რომელიც ვთქვათ, მავნეა და პესტიციდებით არის მოჭარბებული პესტიციდებით. საქართველოში რეგისტრირებული პესტიციდებს თუ გადავხედავთ, საქართველოში არის ის პესტიციდები, რომელსაც მაღალი საფრთხე აქვს. შესაბამისად, რახან არის რეგისტრირებული, რახან იყიდება ეს პესტიციდები, მათი გამოყენება, ანუ გამოიყენება, საშუალებია გამოსაყენებლად, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ კონტროლი არ არის, რამდენად ნარჩენი დოზა კონტროლდება და რახან არ კონტროლდება, რა თქმა უნდა, არის საშიშროება. მით უმეტეს აგრარულ ბაზრებს ეს, რომელსაც არ აქვს კონტროლის მექანიზმი მყარი და ძალიან ჩემი აზრით ეს ძალიან სერიოზულ პრობლემას ქმნის ადამიანის ჯანმრთელობის კუთხით, იმიტომ რომ ფაქტიურად დაუცველია მომხმარებელი ამ ტიპის დაბინძურების ან ნარჩენი დოზის კონტროლის მექანიზმი რახან არ არის. კონკრეტულად სეზონურ პროდუქტებს რო შევეხოთ ეხლა, სად რა პროდუქტებში შესაძლებელია იყოს ეს ნარჩენი პესტიციდების მაღალი დოზა? აგრარულ ბაზრებზე გარდა ანუ არსებობს ორი მიმართულების პრობლემა, ერთი არის ქიმიური დაბინძურება, რომელიც პესტიციდს ეხება, მეორე არის მიკრობიოლოგიური დაბინძურება, რომელიც მისი მოყვანის პერიოდში და უკვე ბაზარზე განთავსების პერიოდში იჩენს თავს. პესტიციდების ნაწილში დღეს ანუ წვანილი, რომელიც ძალიან აქტუალურია და თითქმის ყველაფერში ვიყენებთ, არის საკმაოდ საფრთხის შემცველი ქიმიური დაბინძურებით, ვინაიდან ფერმერი ხელით სამუშაოს თავს არიდებს და მუშა ძალიან ძვირი ხდება, ამიტომ იყენებს ქიმიურ ნივთიერებას, რომ ბალახით გაწმინდოს და შემდეგ რგავს
და თესავს იმ პროდუქციას, რომელიც მერე ბაზარზე უნდა გამოიყენოს. შესაბამისად, ამისი კონტროლი ეს არის საფრთხის შემცველი. ჩვენ არ ვიცით რამდენად ლოდინგის პერიოდი აქვს დაცული სხვადასხვა მავნებელ დაავადებებთან ბრძოლის შემთხვევაში ამ ფერმერს. ამიტომ ფაქტიურად თითქმის ყველა პროდუქციაზე შეიძლება მიიტანო ეჭვი, რომ არის საფრთხის შემცველი, თუმცა ვერ ადასტურებ. მაგალითად, მწვანილი კიდევ რა პროდუქტებია, რომ ჩამომითვალეთ, რომელიც არის ყველაზე საფრთხილო? ამ სეზონზე, სეზონურ სკულს. ანუ ის ხილი, რომელიც მარწყვი მაგალითად, რომელიც ძალიან აქტიურად გამოდის ხოლმე პირველი ხილია ფაქტიურად ბაზარზე, როდესაც გაზაფხული იწყება და ძალიან ხშირია მარწყვის გამოყენების მარწყვის მოპატრონობის დროს ძალიან ბევრი ქიმიური ნივთიერება არის ხოლმე გამოყენებული და კიტრი პამინდორი თქვა ბოსტნეულის ნაწილში ჯერ კიდევ როდესაც სასათბურე მეურნეობიდან მოდის, იქაც ლოდინის პერიოდი აუცილებლად საფიქრალია, თუმცა სასათბურე მეურნეობები მაინც მიბმული არიან უფრო ქსელურ მაღაზიებთან და ისინი ასე თუ ისე მეტნაკლებად კონტროლდებიან. აი ეს უკონტროლოდ არის ის ნაწილი, რომელიც პირდაპირ მცირე ფერმერული მეურნეობებიდან მოდის ხოლმე. ძალიან ხშირია ამბობენ, რომ მცირე ფერმერულ მეურნეობებს არ აქვთ იმდენი ფული, რომ გამოიყენონ პესტიციდები. თუმცა იმდენად ხელმისაწვდომია ის უხარისხო პესტიციდი, იმის შესყიდვის უნარი ექნება. როგორ უნდა მივხვდეთ რიგითმა მომხმარებლებმა, რომ პროდუქტი, რომელსაც ვყიდულობთ, ეს იქნება ხილი თუ ბოსტნეული, შეიძლება იყოს რისკის შემცველი, მაღალი ოდენობის, ვთქვათ, პესტიციდები იყოს ამ პროდუქტში ნარჩენი. აი, შესაძლებელია ამის ამოცნობა. ხილულად ან თვალით ესე მომხმარებლის მიერ ძალიან რთულია ამის დადგენა, შეიძლება თუ არა. ზოგჯერ არის ხოლმე, როცა არაბუნებრივად დიდია, ვთქვათ, ანუ ნაყოფი, ამ შემთხვევაში შეიძლება შეიტანო ეჭვი, რომ ეს რაღაცა ოღონდ ეჭვი, იმიტომ რომ შეიძლება ანუ ისეთი გენეტიკური გენმოდიფიცირებული პროდუქტიც იყოს, რომელიც ასეთი ჯიშია და შესაბამისად შეიძლება ქონდეს ასეთი ნაყოფი და არ იყოს ქიმიური დაბინძურება, მაგრამ მაინც მე ვურჩევ მოსახლეობას აუცილებლად დააკვირდეს და რაღაცა ანომალიური პროდუქტები არის. ეს ერთია ანომალიური და ბუნებრივად ვიზუალურად განსხვავებული. თუმცა საკმაოდ ლამაზად გამოიყურება პროდუქტი და შესაძლებელია დიდი ალბათობა, რომ ის იყოს დაბინძურებული. ამ შემთხვევაში რა ხდება, როგორ უნდა ვაკონტროლოთ ჩვენ თუ შესაბამისმა უწყებებმა ძალიან რთულია ბაზრები ყოველდღე ამოწმო რა პროდუქტი შედის. იცით რა არის, ამიტომაც არის მაკონტროლებელმა უნდა რეგისტრირება უნდა აწარმოოს იმ ფერმერული მეურნეობებისა, რომელსაც პროდუქცია გააქვს აგრარულ ბაზარზე და მათ შორის არა მარტო აგრარულ ბაზარზე. რეგისტრაცია, როგორც თქვი, დაიწყო, მაგრამ ეს რეგისტრაცია არ არის სრულფასოვანი იარაღი იმისთვის, რომ გააკონტროლოთ თუ რა პროდუქცია მოაქვს. მაგალითად, ევროპაში არის რეგისტრაცია ფერმერული მეურნეობის იმისთვის არის საჭირო, რომ ამ ფერმერულმა მეურნეობამ თუ თავისი შესაბამისი რეგისტრირებული პროდუქციების შესაბამისი პესტიციდი არ იყიდა, მაშინ მისი პროდუქცია 100%-ით აღარ მიიღება ბაზარზე. ნახეთ, ეს მექანიზმი არსებობს, რეგისტრაცია განა იმისთვის არის, რომ დათვალო რამდენი ფერმერი ყავს. არამედ ის ფერმერი, როცა შეიწყიდის რაიმე პროდუქციას, რაიმე ქიმიურ ნივთიერებას, ის კონტროლდება სწორედ, ანუ უნდა შეიწყიდოს მხოლოდ ის ქიმიური ნივთიერება, რომელიც მისთვის არის მისი მეურნეობა. პრობლემა დღეს არის არა პესტიციდების გამოყენება, არამედ პესტიციდის ნარჩენი დოზის ოდენობა პროდუქტებში. აი ეს ნარჩენი დოზის ოდენობა, აი როგორ რა არის, ვთქვათ, მისაღები, რა არის, ან ბოლო პერიოდში თუ ქონია ჩვენთან მაგალითი, ვთქვათ,
ვიცი ხმა დაღებული თემა იყოს საზამთროში, უნდა იყოს ამდენი და იყო მაქსიმალური ოდენობა. საზამთროში იყო ნიტრატების რაოდენობასთან დაკავშირებით და ეს არის აგროქიმიკატი, რომელიც აზოტიან სასუქებს ეხება. ძალიან კიდევ ამბობ, ძალიან რთულია დაადგინოთ ვიზუალურად მომხმარებელს არ აქვს ამის საშუალება, რასაც ვამბობთ, ეს არის ფერმერული მეურნეობების რეგისტრაცია. რეგისტრაციაში არის QR კოდით უნდა ხდებოდა, უნდა იყოს ინფორმაცია, როდის რა გამოიყენა და ლოდინის პერიოდი ქონდა თუ არა დაცული, როცა იმან ბაზარზე გამოიყენა ეს პროდუქცია. მხოლოდ ეს მექანიზმი არსებობს. სხვანაირად კეთილს ინდიციერებაზეა დამოკიდებული. ამ შემთხვევაში პერმანენტული და ხშირი მოხმარება იწვევს პრობლემას, თუ ერთი მოხმარებაც, ორი მოხმარებაც აკმარისია, თქვათ ვიყიდე ეს პროდუქტი, რომელიც დაბინძურებული იყო და დიდი რაოდენობით შეიცავდა იმ პესტიციდის ნარჩენებს და რა? ზოგადად იმ წუთშივე ხდება, როდესაც ოდენავ მაღალი და ძალიან მაღალი დოზირება, თუ აქვს ნარჩენი დოზა პროდუქციას, მაშინვე ხდება გამოვლენა ადამიანის ჯანმრთელობის კუთხით. მაგალითად არის გონების დაბურვა, რაღაც ფიზიოლოგიური ნაწილიც ვთქვათ, იქ რაღაცა გულისრევის შეგრძნებები, ზოგჯერ ტემპერატურა მატულობს, ზოგჯერ გაქვს ალერგიული ფონის გამწვავება, ზოგჯერ გგონია რომ გაცივდი, ამ დროს არ გაცივდი და შეიძლება პესტიციდმა გამოიყენოს, გამოავლინოს ასეთი ცვლილებები ადამიანის ორგანიზმში. აქედან გამომდინარე ძალიან პესტიციდებს სხვადასხვა ტიპის გავლენა აქვს. ზოგი არის, როდესაც მიირთმევ მაღალი დოზის ნარჩენი პესტიციდების მქონე პროდუქტ, შეიძლება ქავილი, გამონაყარი, ანუ ბევრი სხვადასხვა ნერვულ სისტემაზეც რომ მოქმედებს ასეთი პესტიციდებიც არსებობს. აქედან გამომდინარე, ყველა პესტიციდს აქვს თავისი მახასიათებლები და ამიტომ არის თუ რა პესტიციდი იქნა გამოყენებული იმ კონკრეტულ მეურნეობაში, იმაზე უნდა გაკეთდეს ლაბორატორიული ანალიზები. რიგითმა მომხმარებლებმა გვითხარით რეკომენდაცია, მით უმეტეს ეხლა ბაზარი გაჯერებულია, შემოდის ახალი სეზონური პროდუქტი, ეს იქნება ხილი თუ ბოსტნეული, რას მივაქციოთ ყურადღება? აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება იმას, რომ იყოს ახალი და არ უნდა ეტყობოდეს, თქვათ, დინდა მწვანელს, სალათის ფოთოლს, პამიდორს, კიტრს ყუნწში უკვე აი მოძველების, მოლპობის, ძალიან ხშირია ხოლმე, როდესაც კარგად დაათვალიერებ, ნაკეცის ადგილას შავდება ხოლმე და ხელს რომ მოკიდებ არის მორბილებული. ამ შემთხვევაში ამ ტიპის დათვალიერება აუცილებელია ბაზარზე, როდესაც გადიხართ. როცა იყიდით უკვე იქ, ახლა ბაზარზე არის ასევე მიკრობიოლოგიური პრობლემები, იქ შეიძლება რაღაცა ნადგომი წყალით გადარეცხონ, როგორც იციან ხოლმე გაპრიალება, ამ შემთხვევაში და რა ნაჭრით აპრიალებენ და რა რით იწმენდნენ. ეს ყველაფერი აგრარულ ბაზარზე არ არის დაცული და შესაბამისად სახლში მიტანილი პროდუქცია მიკრობიოლოგიურად აუცილებლად დაბინძურებულია და აუცილებელია დიდი ხნის მანძილზე მისი წყლის ქვეშ, ცივი წყლის ქვეშ ყოფნა და მარილიანი წყალხსნარი ან სოდიანი წყალხსნარი 10-15 წუთი გაჩერება მანამ სანამ მიიტანოთ. ეს არის ერთადერთი ჯერჯერობით ასეთი, თუმცა ძალიან რთულია. ძალიან ბევრი ახალგაზრდა დედა ამბობს, რომ ეძებს ნატურალურ პროდუქციას შვილისთვის და ძალიან რთულია უპოვო ასეთი პროდუქცია დღეს ბაზარზე. რომ შენც იყო დამშვიდებული, რომ ნამდვილად კაი პროდუქცია მიიღო. ექსელურ მარკეტებში მაგალითად არ არის ეს, იქ ხომ მეტნაკლებად მოწმდება. თუ არ მოწმდება. იცით რა არის, ლაბორატორიული ანალიზები რამდენად კეთდება ნამდვილად ყველა ქსელურ მაღაზიებზე ვერ ვიტყვით, რამდენადაც ვიცი აგროჰაბი ამბობს ხოლმე. არ დავასახელოთ.
ხო, გარკვეული ისეთი სუპერმარკეტები, რომელიც თავსდებენ ეკოლოგიური პროდუქტები, ან სუფთა პროდუქციის რეალიზატორებად თავს, მათთანაც ძალიან საეჭვოა ლაბორატორიული ტესტირებების შედეგები, იმიტომ რომ ისინი არასდროს ამას არ აცხადებენ, ჩვენ არ გვქონია, ვთქვათ, შემთხვევა, როდესაც ამ ბოლო პერიოდში, როდესაც ჩვენ ვიცით, რომ მეურნეობა იყენებს ქიმიურ ნივთიერებას და რომელიმე ლაბორატორიამ, რომელიმე ქსელური მარკეტების ლაბორატორიამ ახსენა. დაადასტურა ეს, ხო. სამწუხაროდ ასე. თქვენი საუბრიდან გამომდინარე, ისევ და ისევ მივდივართ სახელმწიფო კონტროლამდე. იგი და სავარცხნია სახელმწიფო კონტროლი ფაქტიურად იმითი, რომ ჩვეულებრივ ეხლა ყველას ვერ მოთხოვთ გლობალ გეპის გაკეთებას, როდესაც პირველადი პროდუქციის მწარმოებელია, იმიტომ რომ მცირე მეურნეობები არიან და არ უნდათ ვთქვათ მასაც ხარჯი აქვს თავის სტანდარტიზაციის კუთხით. ამიტომ ვამბობ ასოციაციების როლი უმნიშვნელოვანესია, რომ ბაზარზე შექმნას ის პლატფორმა, სადაც მომხმარებელი თვალდახუჭულად ენდობა, აი ამ ინფორმირება, ამისი პლატფორმა უნდა შექმნას ასოციაციამ და კონტროლი უნდა აწარმოოს ეროვნულმა სააგენტოს, როცა აი პესტიციდებს და პროდუქტებს ხელს ბოსტნეული რო გადავდოთ გვერდზე, ერთის პროდუქტები, რძე, ყველი, მაწონი, ხაჭო, ნადუღი გამოფენილია ესე ბაზრობებზე. ამ კუთხით რა როდესაც ესე ბაზრობებზე ყოველგვარი სამაცივრე პირობების გარეშე შესაბამისი პირობების გარეშე დევს, რა თქმა უნდა დარღვეულია პროდუქციის შენახვის პირობები. თუნდაც კვერცხის შემთხვევაშიც, იმიტომ რომ ძალიან ხშირად კვერცხი წარმოებლიდან მაღაზიამდე, ქსელამდე მიდის არა კონდიცირებული, არა შესაბამისი პირობების პირობები და ძალიან ხშირია მაღაზიასა და მწარმოებელს შორის დავა ამაზეც. ვინაიდან მას მაღაზია, როდესაც იღებს პროდუქციას, იმ წუთიდან ეთვლება, რომ მისია, მაგრამ და ვალდებულია, რომ პირობები დაიცვას, მაღაზია კი დაიცავს პირობებს, მაგრამ წარმოებლიდან მაღაზიამდე მიტანის პირობები ხშირად არ არის დაცული. რას გულისხმობთ, ანუ გაგრილების, მაგალითად 40 გრადუსი რო არის ტემპერატურა და რომი აქვს ერთი წარმოებლიდან, ვთქვათ, მაღაზიის ქსელამდე, საათი, 2 საათი, როდესაც გზაშია პროდუქტი, მისი მაცივრის გარეშე. დიახ, მისი შენახვის პირობები დარღვეულია თუ ის ამაცივრე პირობებში არა გაქვს. შესაბამისია რძის და რძის პროდუქტები. რძის პროდუქტებში კიდე დამატებით არის მინარევები, რომელსაც იყენებენ მწარმოებლები და ესეც საკმაოდ ესეთი კონტროლის ქვეშ. ეს ხმაურიანი რძის და ყველის თემა ამოწურულია თქვენი აზრით? ჩემი აზრით ის რაც 2018-ში მოხდა, ის ამოწურულია. თუმცა ზოგიერთი მესაქონლეობის დიდი ფერმები მე არ ვიცნობ, ანუ არც ერთ დიდ ფერმას არ ვიცნობ, ვინც იგივე ტექნოლოგიებით საკვებს ამზადებდა, როგორც ყვარლის ბაგა. მე არ ვიცნობ ასეთ ფერმას საქართველოში, თუმცა როგორც ჩანს, პრაქტიკა სხვა დაგვანახა და ყვარლის ბაგის შემთხვევამ გამოავლინა ძალიან ბევრი რამ. დღევანდელ პირობებში ის რომ ყვარლის ბაგამ 2018-ში რაღაცა გააკეთა, ეს ამოწურულად შეიძლება ჩაითვალოს, ეს არის უბრალოდ ორ ბიზნეს ოპერატორს შორის დავა და არაფერ შუაში არ არის ამ კონკრეტულ შემთხვევაში პროდუქციის ხარისხი. პროდუქციის ხარისხი ყოველთვის არის გასაკონტროლებელი და ყოველთვის თითოეული პარტიის მიხედვით უნდა თქვა და არა ამ დავის მიხედვით პრობლემა არის თუ არა. პრობლემა არის დავარ ორ ბიზნეს ოპერატორს შორის, მაგრამ პროდუქციაში შეიძლება იყოს, ან შეიძლება არ იყოს პრობლემა. მადლობა.